ეპატაჟი. ეს არის განზრახ ჩადენილი, სკანდალური, გამომწვევი, შოკის მომგვრელი საქციელი, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში მიღებულ სამართლებრივ, ზნეობრივ, სოციალურ და სხვა ნორმებს. ჩვეულებრივ საზოგადოების უმეტესი ნაწილი განიხილავს მას, როგორც მიუღებელ, უკადრის და დაუშვებელ საქციელს. მას შემდეგ, რაც სამყაროში არსებობს წესები, არსებობს მათი დარღვევის ნიმუშებიც, ზოგი შედარებით მისაღები, ზოგი სრულიად მიუღებელი. გუსტავ კურბეს სკანდალური შედევრიდან სამყაროს წარმოშობიდან დღემდე ვინაღარ სცადა მსოფლიო პუბლიკის სახეზე გაოცებისა და შოკის შთამბეჭდავი გრიმასა გამოესახა ცინიკოსმა ჰენრი მილერმა, ქარაფშუტა მერლინ მონრომ, ექსცენტრიულმა სალვადორ დალიმ, აგრესიულმა ჯიმ მორისონმა, აღვირახსნილმა მადონამ. დიდი ხანია აღარავის უკვირს ერთსქესიანი სიყვარული და გრემის დაჯილდოვებაზე მოშიშვლებული მკერდი. საქმე იქამდეც მივიდა, რომ მე-20 საუკუნე ეპატაჟური ინფლაციის ნიმუშადაც კი იქცა. მაგალითად, რუსული ჯგუფი ტატუს ბრიტანული გასტროლების ფიასკოც გამოდგება. ინგლისელმა ესთეტებმა შოუ დაიწუნეს და პედოფილებისათვის განკუთვნილი ძველმოდური პორნო უწოდეს. ყარაჩოღელებისა და კინტოების ქალაქი საუკუნეების მანძილზე აზიური სიმშვიდითა და ევროპული წესებით იღებდა ყველა ჯურის ჰანგს. თუ ისტორიას თვალს გადავავლებთ, მივხვდებით, რომ თბილისისათვის უცხო არ არის მორალურ ნორმებში თავისუფალი იმპროვიზაცია. ამის მაგალითად საკმარისია თუნდაც ლოთი კაცის თბილისური გაგება, რომელმაც ეთიკურ-ესთეტიკური სიღრმე შეიძინა და კულტურულ ფენომენადაც კი იქცა. შეეძლო კი ვინმეს დაერღვია ეს მუდმივი სწრაფვა ყველაფრის ესთეტიზაციისაკენ. რამდენად იყო ნიადაგი ეპატაჟისათვის, ანუ ესთეტიკის რღვევის ფენომენისათვის, ქალაქში, სადაც სიმახინჯეც კი ნორმის ფარგლებში ჯდებოდა და ზნეობრივ სიღრმეს იძენდა. ქალაქში, სადაც არასოდეს იგრძნობდის სივიწროვეს და რომლის ჩიხშიც კი იპოვიდა გამოსავალს ახალი აზრი და განსხვავებული ფერი, რომ თავისი კვალი მასაც დაამჩნია, თითქოს სახლების ზრდამ სივრცე დააპატარავა. თბილისი ძალიან პატარაა. ეს არის ვერავაკე საბურთალო პრინციპში. გინა სნობურად გაიგონ, გინა ნუ გაიგებენ სნობურად. და კიდევ უფრო პატარა, იმიტომ რომ რამდენიმე ქუჩაზე ხდება რაღაცეები. დედა, მამა, ორი შვილი. ჩიტის რძესავით პრესტიჟული უბანი და 55 სკოლის კედლებში გადაშლილი დედაენის სახელმძღვანელო. კარაქიანი პურივით გასაგებ და დალაგებულ ყოფაში ზრდიდნენ უფროს ბიჭსა და უმცროს გოგონას ინჟინერი ვოვა ბურჭულაძე და ექიმი პედიატრი მარინა შვარანგია. და კიდევ ერთი დეტალი, რომელიც სტერეოტიპულობამდე იდეალურ საოჯახო ყოფას ამშვენებდა, ძილის წინ ბებიას ნაამბობის ზღაპრები. ბავშვობა მახსოვს, როგორც ძალიან როგორ გითხრა, ტკბილი, ალბათ როგორც ყველა ბავშვობა, ალბათ როგორც ყველა, იმიტომ რომ ზოგ ძალიან მწარე და შხამიანი აქვს ბავშვობა. უბრალოდ მე გამემართლა ალბათ და ბებია ჩემი, რომელიც ჩემს მაშინ ყველაფერი იყო. მთელი 12 წელი მე ბებია ჩემის მონაყოლ ერთ დიდ ფერად ზღაპარში ცხოვრობდი. ამ ზღაპარმა პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობითაც ის გავლენა იქონია, რომ რაღაცები დავიჯერე ამ ზღაპრიდან და ალბათ შემდეგ როდესაც თვითონ ამ ზღაპრის მთხრობელი აღარ იყო ჩემ ცხოვრებაში და დღემდე აღარ არის, თვითონ ის ფორმები, ის ურთიერთობები, ის რაღაცეები, რაც მე მახსოვს აი ამ ზღაპრიდან, მას ვცდილობ რომ დღეს გადმოვიტანო უკვე რეალურ ცხოვრებაში და ნუ ხან წარმატებით, ხან რა თქმა უნდა არ გამომდის, მაგრამ მაინც ვცდილობ რომ ჩემგან შემოზღაპარი იყოს. სკოლის დამთავრების შემდეგ აუცილებელი უმაღლესი სასწავლებლის ჯერი დადგა. ზაზა ბურჭულაძე ბავშვობიდან კარგად ხატავდა. პირველივე წელს სამხატვრო აკადემიის მონუმენტურ დეკორატიული მოხატვის ფაკულტეტზე მოხვდა, მაგრამ პირველი კურსი დახურა და აკადემია მოულოდნელად მიატოვა. პირველი კურსის დახურვისთანავე მივხვდი, რომ მე ამ საქმეს არ გავყვებოდი. უბრალოდ
მოდი ესე ვთქვათ, მე მიყვარს ჭიდაობა ჭყალებში. ჭიდაობა გურუებთან ამა თუ იმ დარგის. მხატვრობაში უბრალოდ რაღაც მივხვდი, რომ არ იყო საინტერესო ჩემთვის ეს ჭიდაობა, იცი? და რაღაცნაირად ეს მკვეთრად არ შემოსულობოდ, რაღაცნაირად მივხვდი, რომ აქ უნდა მეცადა. ყოველთვის მიყვარს რაღაც, როცა წესები არ არის ჩამოყალიბებული. მხატვრობაში ძალიან მკვეთრად იყო ეს ჩამოყალიბებული და აკადემიაში მივხვდი, რომ ეს ინსტიტუციონალური სწავლაა. სწავლობაში ვერ იქნება ინსტიტუციონალური სწავლა და აი ამან უფრო მიმიზი და იმიტომ რომ მე მიყვარს ბრძოლა წესების გარეშე. ზაზა ბურჭულაძემ ლიტერატურული ბრძოლა წესების გარეშე კავკას პერსონაჟის გრეგორ ზამზას სახელი დაიწყო. ასე ამცნობდა იგი სამყაროს საკუთარი მეტამორფოზის შესახებ. თუმცა სამყარო ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. მისი მოთხრობა მესამე კამფეტი გაზეთ ალტერნატივის ლიტერატურის მოყვარე მკითხველის გარდა თვალში არავის მოხვედრია. სამყაროს მის შესამჩნევად ისევე როგორც თავად საკუთარ ახალ მესთან შესაგუებლად დრო სჭირდებოდა. დიდი დრო გავიდა თუ ცოტა, ეს დღეც დადგა. ალბათ აქ მშრალი ქრონიკა იქნება, რამდენადაც ეს იყო სიმსონები, როდესაც გაჩნდა ზაზა ბურჭულაძის გვარსახელი პრესაში. და ამან მომიტანა ის რომ ჩემ ცხოვრებაში გაჩნდა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი მეგობარი სახელად ზაზა ბურჭულაძე. მე შემიძლია ვთქვა რომ მე არ ვარ ის ვისაც არა პუბლიკა იცნობს ამას ვერ ვიტყვი. მე არ ვარ ის ვინც წერს. განვითარებადი საქართველოს თავკომბალა დედაქალაქი დიდ ვერაფერს სივრცეებს უხსნიდა ახალგაზრდა შემოქმედებს, რომლებიც ფათერაკებს და პატივს ეძებდნენ. ქართველთა მონმარტრი რამოდენიმე შედარებით პრესტიჟულ უბანზე ვრცელდებოდა და იქაც პოსტსაბჭოთა პოლიტიკისა და ეკონომიკის არ იყოს განვითარებადობის და უხარისხო ყავის საეჭვო სურნელი იდგა. ზაზა ბურჭულაძეს გულმა მშვიდობის მოყვარე ანარქისტების თავშეყრისაკენ გაუწია, რომელიც შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მისი თავშესაფარი გახდა. ანდერგრაუნდული ტუსოვკები იყო მართლა ანდერგრაუნდული, ანუ დიდი დოზით ალბათ როგორ თქვა, დახეული კედები, ბომჟები, არაყი, მოსაწევი და ფრეკული ფეისები. მაგრამ ეს ყველაფერი რაღაც დაიკარგა იმდენად არა, რამდენადაც გადაიზარდა ცოტა გლამურულ პონტში და ეს გლამურულობა უბრალოდ დამღუპველი აღმოჩნდა ამათთვის, იმიტომ რომ ვერ გახდნენ ვერც ბოლომდე გლამურულები, ის ანდერგრაუნდობაც რაღაცნაირად დაიკარგა და საბოლოო ჯამში მივიღეთ რაღაც უცნაური მუტანტი, რომელიც არც ისე მიმზიდველია. პარადოქსია. ლიტერატურა საქართველოში მოდური თემაა, მაგრამ არავინ კითხულობს წიგნებს. იმისათვის, რომ ტუსოვკაში საკუთარი ადგილი შეინარჩუნო და მწერლის სახელი დაემკვიდრო, წიგნების წერა და გამოცება არკმარა. პუბლიკის ყურადღების მისაქცევად სატელევიზიო ინტერვიუებით გაფეისებაც უკვე გაცვეთილი ხერხია. როგორ უნდა წარუდგინო მკითხველს თავი, როგორც რუსულ ანდაზაშია, სტუმარს ისე იღებენ, როგორც აცვიაო და თუ სულ არაფერი აცვია, სკანდალური პრეზენტაციის შემდეგ ზაზა ბურჭულაძე ცნობადი სახე გახდა. იწვევდნენ სატელევიზიო ტოქ-შოუებში, ყვებოდნენ ჭორებს, ლანძღავდნენ და აქებდნენ. თავად კი კმაყოფილი იყო საკუთარი ორეულის წარმატებული პერფორმანსით. გონებაში ჩასახლებული ახალი ინდივიდი არაფერში შეზღუდა და ალტერ ეგოს ნებისა და მოქმედების სრული თავისუფლება მიანიჭა. ვიცი რა არის, თავიდან იყო დისკომფორტი იმდენად, რამდენადაც რაღაც ისეთ სიტყვა, რაღაც ისეც გააკეთებდა, რაღაც ისეც დაწერდა, რაც აღშფოთებას იწვევდა ძალიან ესეთ ფართია საზოგადოებაში, მაგრამ დღეს უკვე მივეჩვია სიმართლე გითხრა, იცი? ვიღაცები გამოდიან ტელევიზიით იქნება თუცა, ხშირად ახსენებენ ამ გვარს და სახელს, მაგრამ რეაქცია რატომაც არ მაქვს. იმიტომ არა, რომ
დიდი აზრის ვარ ჩემზე. დიდი აზრის ბავშვობიდან ვარ. უბრალოდ მივეჩვიე კარგი და ცუდი გაგებითაც. კარგი გაგებით ის რომ ეს თქვათ აღარ მეხება და ცუდი გაგებით რომ ვეღარ სწავლობ რაღაცებს, არა და ყველაფრიდან შეიძლება სწავლა. მე სწავლა მიყვარს. ახალი დაუნდობელი და პრიმიტიულობამდე გულახდილი ნატურალიზმი სხვისთვისაც საინტერესო გამოდგა. მისი ტექსტები შეიძლება ითქვას უხამსი გამონათქვამებითა და შედარებებით ყვაოდა. უნდოდა თუ არ უნდოდა, სკაბრეზი ანუ ბილდსიტყვაობა ბურჭულაძის შემოქმედებისათვის ერთგვარი გასაღები აღმოჩნდა, რომელმაც მისი სამყარო მარტივად გასაგები გახადა მკითხველისათვის, რომელსაც შეიძლება კარგად არ ესმოდეს, რას ნიშნავს ანტირომანი, ეგ კი არა ბულვარულის გარდა რომანიც არ ქონდეს წაკითხული, მაგრამ კარგად იცის, რას ნიშნავს ბუნებრივ მოთხოვნილებათა დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული დისკომფორტი. ეს ხომ ასე მარტივია, ნათელი და ადამიანური. ასეთი თამამი გაადამიანურება ლიტერატორებმა სათანადოდ დააფასეს. და ზაზა ბურჭულაძის შემდეგი ნამუშევარი ანტირომანი მინერალური ჯაზი წინანდლის პრემიით დააჯილდოვეს. ეს ის დრო იყო, როდესაც ქუჩებში ვარდების რევოლუცია ყვაოდა. ოპერის თეატრში კი შევარდნაძე ახალი თაობის აღმოჩენებს 3000 ლარით და სიგელებით აჯილდოვებდა. საყოველთაო ეჭვი რომ ბურჭულაძე პრემიაზე უარს იტყო და არ გამართლდა. ესეც პერფორმანსის ნაწილად იქცა. ბურჭულაძემ ისევ დინების საწინააღმდეგოდ გაცულა. ამ გამონათქვამების სიმცირით არ შევიმჩნევი. ხშირად ისეთ რამეს ვამბობ ჩემ თავზე, რაც სინამდვილეს და სიმართლეს არ შეესაბამება. თუნდაც ეს გადაცემა ამის მაგალითი. ქალწულობა რაც და მithქვამს რომ თქვა შიდსი მაქვს, თუმცა ეს სიტყვა საერთოდ რას ნიშნავს ვერ ხვდები. ანუ AIDS მაქვს. იმიტომ რომ გამაღიზიანა თვითონ წამყვანის შეკითხვა, მკითხა აი მაგალითად ზაზა თქვენ არ გიჭირთ შიდსიანთან ურთიერთობაო? და იმდენად შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის შეკითხვა, რომ ეს იგივეა დაახლოებით რო კითხო ადამიანს, ბოდიში თქვენ ზანგთან არ გიჭირთ ურთიერთობა? რაზეც უპასუხე, რომ არ ძალიან მიჭირს მეთქი. ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ მე თვითონ შიდსი მაქვს და ჩემ თავს სარკეში რომ ხედავ, ჩემ თავთან ძალიან მიჭირს ურთიერთობა მეთქი. მე კითხვა მაქვს მწერალთან, ზაზა ბურჭულაძესთან. გეშინიათ შიდსიანთან ურთიერთობის? როგორ გითხრათ, აგერ მე თვითონ შიდსი მაქვს და მე მეშინია ჩემ თავთან ურთიერთობის. მაგრამ სხვებს არ ეშინიათ, იმიტომ რომ ვეუბნები რა შიდსი მაქვს მეთქი, ვაფრთხილებ და მადლობა იმ ხალხს, ვინც ესე ჩამიხუტა და მიმიღო და როგორც გველი გამზარდა უბეში, მაგრამ რა არის იცით, როდესაც გავიგე რომ მე შიდსი მქონდა, თავიდან შემეშინდა და არ მინდოდა ურთიერთობა ჩემ თავთან. მაგრამ მე რაღაცა ძალები აღმოვაჩინე ჩემში ვიღაცები მეგობრებმა ესეთი მხარდაჭერა გამოხატეს ჩემს მიმართ და მე მადლობელი ვარ ამ ადამიანების. ახლა აგერ ბატონი რომელიც დაინფიცირებულია და თქვა რომ დაინფიცირებული ჩვეულებრივ ზის და მე მგონი არც თქვენ და თითოეული ჩვენგანი თავხედობა გენიალურობის განუყოფელი ნაწილია, წერდა აკუტაგავა. ზაზა ბურჭულაძის თავხედურმა გამონათქვამებმა და გამოსვლებმა მის წინააღმდეგ მორალის დამცველები გამოიყვანა. მისი წიგნები კოცონზე დაწვეს, თუმცა ამან ავტორის პოპულარობას ცეცხლი უფრო შეუნდო. სიახლის მოწყურებული საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილისათვის ბურჭულაძე საინტერესო და სტერეოტიპების დამსხვრევ ავტორად იქცა. წაიკითხეთ ეს წიგნი და თქვენ აღმოჩნდებით სრულიად უცნობ, ახალ მშვენიერ სამყაროში, რომელშიც თურმე დიდი ხანია ცხოვრობთ. წერდა ლევან ბერძენიშვილი. ეს არის არა მარტო სიტყვებით, არამედ ბგერებით, ფერებით, ფორმებით და ფორმულებით დაწერილი ტექსტი. წერს გიორგი გვახარია. სხვაგან რო ცხოვრობდი, ალბათ ის საზოგადოება მიკარნახებდა, რა უნდა გამეკეთებინე, იმიტომ რომ მოდი ესე ვთქვათ, მე საზოგადოების პულსზე მაქვს, მაჯაზე ხელი მაქვს დადებული და პრინციპში მე იმათ შეკვეთას ვასრულებ, როდესაც თუნდაც საუბრობ, თუნდაც ტექსტზე ვმუშაობ. ეს არის პროცესი, რომელიც
აუცილებლად გულისხმობს ორ მხარეს. მაღიზიანებს ხალხი, პირველ რიგში ხალხი, ეს ხალხი რო ეს ცხოვრობენ რაღაცა თავის პატარა პრობლემები, რო აქვს ყოფითი პრობლემები, რო ნახევარი კილო კარტოფილის, ორი თავი ხახვი და რაღაცა არ მიყვარს. როგორც ყველა ჭეშმარიტი ხელოვანის, ზაზა ბურჭულაძის ცხოვრებაშიც დადგა კლასიკური ეპიზოდი. დეპრესიით გამოწვეული უძილობა, ფიქრი ამაოებაზე და მზაობა ნებისმიერ წუთს სისრულეში მოიყვანო ფიზიკური თვითლიკვიდაციის განაჩენი. მისი ბიოგრაფია ათადან და ბაბადან უკვე ბანალურ სქემად ქცეული გზით ვითარდებოდა. აღიარება, განდგომა, სიმარტოვე, ცალმხრივი განცდები, სკანდალები და დეპრესია. ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა. მძიმე, ძალიან მოდური რაღაც მჭირდა ყოველ შემთხვევაში, ეს იყო ნევროზი. დავდიოდი ექიმთან, რომელიც რა თქმა უნდა რაღაც გურუს ტოლფასია იმ შემთხვევაში, მქონდა დანიშნული მკურნალობა და ასე შემდეგ. რაღაც პერიოდი შინიდანაც არ გამოდიოდი, მიჭირდა ყოველ შემთხვევაში. ღამე გამოდიოდი. დღისით ძალიან ძნელი იყო იმის ატანა და იმის დანახვა, რაც თბილისში ხდება. ხალხიანად და გადაღებილი კორპუსებიანად. ამ სრულიად მოსალოდნელ ტრაგიზმს წერალ ზაზა ბურჭულაძის ცხოვრებაში ასეთივე ორდინალური დასასრული მოყვა. კარგად თუ დააკვირდები ხელოვანი კაცის ცხოვრებაზე სტერეოტიპული, მხოლოდ შეყვარებული ქალი თუ იქნება. სალვადორ დალის ყავდა გალა, ჰენრი მილერს ანაის ნინი. ჯონ ლენონმა საკუთარი თავი იოკოს ტყუპისცალად აქცია. ზაზა ბურჭულაძე მანამდე ორჯერ იყო დაქორწინებული, მაგრამ ცხოვრების ყველაზე მელოდრამატული შეხვედრა ჯერ წინ ჰქონდა. ცხოვრების ქალი მეგობართან გაიცნო. ერთი ნახვით შეყვარება არა, ეს იყო ერთი ნახვით გამოქლიავება. დავინახეთ ამ უნდა და გამოვქლიავდი. რა თქმა უნდა, ყველანაირად ვცდილობდი და ბეჭებიდან რომ ამოვარდნილიყავი და თავი მომეწონებინა და ასე შემდეგ. ალბათ ამ როლს გავართვი თავი, იმიტომ რომ დღეს ერთად ვართ. თავიდანვე უკვე ერთად ვიყავით თითქმის. რა კი განგებამ, ღმერთმა რაც გნებავთ ის დაარქვით. ერთმანეთს შეგვახვედრა და პრინციპში ელვისებურად განვითარდა მოვლენები და შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც ბალზაკისებურად დაიწყო ეს ყველაფერი. ძალიან ესე ჰაიხანად და ლამაზად. და შემდეგ სცენარი უკვე ჰოლივუდური სცენარით განვითარდა და ყველაფერი რაღაც happy end-ი ალბათ ჯენადრევია რომ თქვა, მაგრამ ისე მიდის დატვირთულად, ექშენით, კვანძით, სიუჟეტის განვითარებით, დრამატურგიით და ასე შემდეგ. მაგრამ აქვე მინდა დავძინო, რომ ის პერიოდი იმდენად რთული იყო ჩემთვის. ხალხთან ურთიერთობას გულისხმობ, რომ პრინციპში ვცდილობდი სრულიად ჩაკეტილი ყოფილიყავი ურთიერთობის დროსაც კი. თან უნდა იყო ის ნათელი წერტილი, რომელიც უბრალოდ როგორ თქვა, ღამის ცაზე გამოჩნდა. ეს იყო რაღაც მეხის გავარდნასავით. ამ ბალზაკისეულ ისტორიაში ჰოლივუდის მოსალოდნელი ფინალით თამუნას პერსონაჟმა დროულად იკისრა ხსნელის როლი. იმ დროისათვის ზაზა ბურჭულაძის ცხოვრებაში ნარკოტიკები უკვე ბევრ სხვა გასართობს ცვლიდა და ერთადერთი მოვლენა იყო, რომელთანაც ჭიდაობის სურვილი რატომღაც არ უჩნდებოდა. ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ერთი ფაქტი, რასაც ვერასდროს დავიწყებ, ეს არის მამაჩემის გასვენება, რომელიც საერთოდ არ მახსოვს. არ მახსოვს იქიდან გამომდინარე, რომ დავიწყებ ცოტა ადრეული პერიოდიდან მამაჩემს ჰქონდა კიბო, რომელიც ძალიან გვიან აღმოვაჩინეთ და ესე იგი ონკოლოგიაში დაუნიშნეს ტკივილგამაყუჩებლად მორფი.
და აი ამ მორფის გამო მე დავდიოდი ყოფილი მილიციის, აბანოს მილიციის შენობაში, ახლა უკვე პოლიციის და მე გამომქონდა, ჩემს სახელზე იყო გაფორმებული. საწყო მომჩენს, ტკივილი ისეთი ქონდა, რომ ორი ამპულაც ყოფნიდა თითო დილას აღამოს. მე გამოვაწერინე რატომღაც 8 და შემდეგ გადავაკეთებინე უკვე 10 ამპულაზე დღეში და ორი მომჩენისთვის მიდიოდა და ესე იგი ამ ხუმრობაში მე უკვე პირადი მოხმარებისთვის დავიწყე გამოყენება ამ დარჩენილი ამპულების და ესე შო გარდაიცვალა უკვე და აი ეს გასვენება პრინციპში არ მახსოვს. ძალიან მძიმეა დღეს, როდესაც ამას ვიხსენებ. და პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ზაზა ბურჭულაძემ თავისი ცხოვრების ახალ თავარ გმირს მიანდო, იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ნარკოტიკების გავლენის ქვეშ მყოფთა 90% ვერ იღებს და კიდევ უფრო ნაკლები ასრულებს. რა თქმა უნდა, თამუნა ივაშკაცა, როგორც ყოველთვის და პირდაპირ მითხრა, ან ნარკოტიკი, ან მე. რა თქმა უნდა, მე თამუნა ვერჩი, იმიტომ რომ ყოველგვარ ნარკოტიკზე დიდი დოპინგია ჩემთვის. ამ ისტორიიდან რამოდენიმე წლის შემდეგ ზაზა ბურჭულაძეს კიდევ ერთხელ მოუწევს ნარკოტიკებთან ახლოს შეხება. ხოლო ეს უკვე თამაში იქნება. დიტო ცინცაძის ფილმ მედიატორში ბურჭულაძე ნარკორეალიზატორის როლს შეასრულებს. ნახარ? ოხარ გერ შენ მოგიწნავ კარგის რა. რატომ იციშევ ტელეფონში ყალებში? ხოვე ნუ მირეკავ, როცა ცხოლთან ერთად. რას ნუ გირეკავ შეახვარო, ხო გითხარე მეჩქარე მომეთქი, შენ მოგიწნავ მაგ გაპარსულთავ შეყლისთავ შენ. მომეცია. რას მაწვევი? რას გაწვევი კი არა შენ მოგიწნავ შენ. რა არის ბიჭო ეს? მეტი არ არის ბოზის შვილი ვიყო. ჩემი კარგი მოვთქვა ტელეფონი არ გამორთა, გადააჯვი ხე ნახე 2 საათში გირეკავ რაღაცა. ბურჭულაძის ხსნად კაპკაში შემოქმედებითი პროცესი მეტად რთული წარმოსადგენია. ზაზა ბურჭულაძე, რომელსაც სხვა ზაზა ბურჭულაძე კარნახობს რა დაწეროს, ხდება ავტორი, რომელიც ქალია და რომელიც შესაძლებელია წერს გმირზე, რომელიც ზაზა ბურჭულაძეა. მაშინ მის ცხოვრებაში ჯერ არ იყო თამუნა, თავარი ავტორი, როგორც თვითონ ამბობს. თამუნას შემდეგ მე სრულიად შევიცვალე და შეიცვალა ჩემი ნაწერიც. თამუნა არის პრინციპში პირველი ყველაზე მკაცრი და ულმობელი მსაჯული, ვისაც მე ვაკითხებ ჩემ ტექსტებს. და შეიძლება თამამად ითქვას, რომ პრინციპში თამარა თანაავტორია ტექსტების და პრაქტიკულად პრინციპში ავტორი ის არის, მე მხოლოდ ამხმარე ხელოსანი ვარ, რომელიც როგორ თქვა, რაღაცებს აკეთებს, თორე შეიძლება უფრო უპრიანი ითქვას, რომ მასთან ერთად ვწერ. ასე დაიწყო ზაზა ბურჭულაძის ახალი ცხოვრება. საზოგადოება ზედმიწევნით ზრდილობიანი, გამომწვევად აკურატულად ჩაცმული, გარშემომყოფთა მიმართ კეთილგანწყობილი მწერალი წავიდგა. აი სახე, რომელსაც მისი ახალი პერფორმანსის ახალი რეჟისორი გვთავაზობს. შეიძლება ითქვას, რომ თამუნას დამსახურება, იმიტომ რომ რაღაცნაირად დამანახა, რომ აი ეს რესპექტაბელურობა უფრო დამეხმარება იმ პროდუქტის გაყიდვაში, რომელსაც მე ვქმნი. უფრო როგორ თქვა, აღარ ეშინიათ შენთან ურთიერთობა ვიღაცეებს, რომ ამითი შენაჩვენებ, რომ არ იკბინები. ანუ არ ხარ ცოფიანი ძაღლებით და არ ხარ საშიში. ანუ შენთან ურთიერთობის შემდეგ აღარ დაჭირდებათ აცრის გაკეთება.
განახლებული და კომუნიკაბელური ზაზასათვის მალე გაიხსნა რეალიზაციის ახალი შესაძლებლობები. პირველ რიგში მამ კითხველთა არეალის გაფართოება გადაწყვიტა. მოეწონება თუ არა ეს მავად ფაქტი ჯიუტია. იგი უკანასკნელი 13 წლის მანძილზე პირველი თანამედროვე ქართველია, რომელიც რუსულად ითარგმნა. მოსკოვი 2008 წელი ზამთარი. ინტელექტუალური ელიტა კლუბ ბინა 44-ში შეიკრიბა. ბოჰემური შამპანიურის და მასობრივი ლუდის სმის ფონზე სტუმრები ქართველი ავტორის წიგნის გამოცემას აღნიშნავენ. ელიზაროვი, როშმანი, ნაუმოვი 300 მოწვეულ სტუმართან ერთად ფჭობდნენ. იხსნება თუ არა კავკა და არის თუ არა ჯაზი მინერალური და სასარგებლო. მოსკოველ ანტირომანისტთა წრეში ასეთ მიღებას ბურჭულაძე არ მოელოდა. ყველაფერი ბევრად უფრო რუტინულად დაიწყო. ეს იყო 2007 წელს, როდესაც ძალიან ჩემთვის ყველაზე ესეთი გრუვი გამომცემლობა ადმარგინემი, რომელთანაც მოსკოვში ყოფნისას უბრალოდ დაუკავშირდი. ვნახე ეს მიშა კატომინი და საშა ივანოვი. შევთავაზე მეთხარი წაიკითხეთ. მოგეწონებათ? გნებავთ დაბეჭდეთ, არ მოგეწონებათ, კარგად იყავით. ეს იყო და ეს. უბრალოდ გავცვალეთ მეილები, ტელეფონის ნომრები და ძალიან მალე ერთ-ორ დღეში არ დამკავშირებიან, მაგრამ თბილისურ პირობებში ძალიან მალე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ეს წიგნი უნდა გამოვცეთ. მათთვის ეს აკადემიური წიგნი, არაფერი განსაკუთრებული იმ გაგებით, რომ არ არის ინტრიგა. არ არის მკითხველის წამოკიდების რაღაც ისეთი კლიშეები შიგნით, რაც როგორ თქვა, ბაზრისთვის გამართლებული პროდუქტი იქნებოდა. აქ იგულისხმება სიუჟეტი, იგულისხმება ტერმინოლოგია, იგულისხმება თემა, ბევრი რამ. და რაც მთავარია, ქართული თემა საერთოდ არ იყო საინტერესო. საერთოდ და შემიძლია ვთქვა, რომ ქართული გახდა საინტერესო მინერალური ჯაზიდან. მინერალური ჯაზი, ახლა უკვე ხსნადი კაფკა მოყვა და ახლა ეს ჩვენ თანამშრომლობა გრძელდება. ინტერნეტ გამოცემების რეცენზიებს პოპულარულ ჟურნალ GQ-ში დაბეჭდილი რემარკი მოყვა. მის ქმნილებებს ახალ ლიტერატურულ სიტყვას უწოდებდნენ, რომელმაც თანამედროვე ქართველი მწერლების რუსულად თარგმნაზე არსებული რამდენიმე წლიანი მორატორიუმი დაარღვია. ...2007 წლის ზაფხული, კახეთი. თელავიდან 40 წუთის სავალზე საბუეში ბაგრატიონების ისტორიული კარმიდამო კინო გადასაღებ მოედნად იქცა. რეჟისორი დათო ჯანელიძე მიხეილ ჯავახიშვილის ჯაყოს ხიზნებს იღებს. არავინ იცის რა შედეგი მოყვება რეჟისორის ავანტიურას. დახვეწილი ინტელიგენტის სიმბოლოდ ქცეულ თეიმურას ხევის თავის როლში თანამედროვეობის ყველაზე სკანდალური და სკაბრეზულობით განთქმული მწერალი ზაზა ბურჭულაძე თამაშობს. ჯაყო რა მოხდა? აჩერების კივრი მოტაცეს ჯაყოსა. თეიმურას ხევისთავის ოჯახის ნგრევა ამ ეპიზოდიდან იწყება. ჯაყო მარგოს ძვირფასეულობას კარგავს. მარგო, ეს იყო ავანტიურა პირდაპირ მნიშვნელობით და ამის გამო მე მინდა დიდი მადლობა უთხრა დათო ჯანელიძეს, რომ მან გარისკა რომ დამიძახა მე ამ როლზე. ხო თვითონ თამაში გამეჭირდა მეთქი ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ვთამაშობ ბავშვობიდან. ხან რა როლს. 7 რომანი, 10-ზე მეტი მოთხრობა, სკანდალები და ოდნავ ინფანტილური ხასიათი. ეს ალბათ საჭიროა იმ ადამიანისათვის, ვინც თვლის, რომ სკანდალს ყოველთვის აპატიებენ. სკანდალური საქციელი ძალიან მალე შეიძლება გახდეს ისტორიისათვის სრულიად უწყინარი და ღიმილის მომგვრელი მოვლენა. მაგრამ თავად სკანდალისტის მიმართ განგება გაცილებით მკაცრია.
როგორც წესი, ის მასის მძევალი ხდება და იძულებულია ცხოვრება არენაზე გაატაროს. მისი იმიჯი მასის პირადი საკუთრებაა. საფასურს აპლოდისმენტებითა და აჟიოტაჟით უხვად იხდის და მას როგორც სურს, ისე მოიხმარს. მართლა სასაცილოა ის ყველაფერი, რის გამოც საზაბურჭულაძის გამო აჟიოტაჟი ამტყდარი, თუ არის ამტყდარი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ესეთი სიმართლეს თვალებში შევხედოთ, ესეთი იაფასიანი გზით რაღაცის მიღწევა ძალიან ადვილია. უბრალოდ ქართული საზოგადოება მიუჩვეველი კი არა, საზოგადოებისთვის აღმოჩნდა შოკის მომგვრელი, იმიტომ რომ ახალი იყო. შეიძლება დიდი აზრის ვარ ჩემ თავზე, როდესაც ვამბობ, რომ პირველი ვიყავ, მაგრამ ვიღაცა უნდა გამოჩენილიყო რა. უბრალოდ ეს ნიშა, რომელიც სრულიად შეუსებელი იყო, მომიწია მე ამ ნიშის შევსება. აქედან გამომდინარეა მთელი ეს აჟიოტაჟი ამტყდარი. თორე თავისთავად რომ დააკვირდი ამ ყველაფერს, ძალიან დიდი შოუს ელემენტია და შოუმენობა, მე მგონი, ძალიან დიდი ირონიის და დაცემის საგანია. ჯერ კიდევ 90-იან წლებში ცოცხალ მკვდარმა ქართულმა კინომ სცადა სასიცოცხლო ძალები ეპატაჟში, ეგრეთ წოდებულ ჩერნუხასა და ნატურალიზმში ეპოვა. ქართულ თეატრსა და ლიტერატურაშიც იყო რამდენიმე მცდელობა კრიზისიდან თავის ამგვარი დაღწევისა. ჯერჯერობით ამას რამდენიმე ანშლაგისა და სკანდალური ტელეშოუს გარდა ახალი არაფერი მოუტანია. ახალგაზრდა შემოქმედთა ექსჰიბიციონისტურმა გულახდილობამ ქართულ კულტურაში გადატრიალება ვერ მოახდინა. თბილისი კვლავ აზიური სიმშვიდითა და ევროპული ქედმაღლობით უსმენს 1000 ჯურის ჰოს და არას. ზნეობისა და უზნეობის თემაზე მოდაში შემოსულ დისკუსიებს და ელოდება ნამდვილ სკანდალს, რომელიც გააღვიძებს მიძინებულ საზოგადოებას, როგორც ნახევარი საუკუნის წინ, როცა მოულოდნელად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე თოფის ხმა გაისმა. როგორც ხელოვნება ხელოვნებისათვის, სწორედ ისე ჟღერდა მაშინ ეს ეპატაჟი ეპატაჟისათვის, ამბოხი ამბოხისათვის. გურამ რჩეულიშვილმა ლენინის ძეგლს ესროლა. თუმცა დაუბრუნდეთ ჩვენს თანამედროვეობას და გმირს, რომელიც ბედისა და განგებისაგან ზღვნად მირთვეულ დიდებას არ ელოდება. ისევე როგორც ზაზა ბურჭულაძის ხსნადი კავკას გმირი ყლაპავს წამწამებს, თავად ავტორიც ცდილობს აჩქარებულ დროს რაიმე წაართვას, წამი მოწყვიტოს და იბრძვის საკუთარი ადგილისათვის მარტივად, წესების გარეშე. და ის ქართულ სინამდვილეში ერთადერთი არ არის. ბევრი ამ სურველი გაიზიაროს მასთან ერთად ვირზე უკუღმაჯდომის პატივი.